დღეს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. სტრასბურგში იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მათი თქმით, დებატები კრიტიკული იქნება და კვლავ გაჟღერდება პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლებისა და ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნები. დებატების დაწყებამდე, რომელიც დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი, ოპოზიციონერი ლიდერების საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს თეოდოროს რუსოპულოს შეხვდნენ. მათი თქმით, საუბრის მთავარი თემა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაბრუნება იყო. ასევე მნიშვნელოვანი დღეა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რადგან გაიმართება დებატები საქართველოს საკითხზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ჩვენ ამ საკითხებზე სასაუბროდ შევხვდით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების აუცილებლობას, მაშინ, როდესაც ივანიშვილი ყოველდღიურად დგამს ნაბიჯებს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისთვის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები. დღეს იქნება საგანგებო განხილვა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უპირველეს ყოვლისა შეეხება დაკავებულ პოლიტიკურ ლიდერებს. მე აქ ვესაუბრებ უამრავ ადამიანს, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ყველა სხვა პოლიტიკური ლიდერის და პოლიტპატიმრის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ყველანი ერთობლივად მუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა შეიტყოს იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც დღეს საქართველოშია, რაც სამწუხაროდ ძირს უთხრის ჩვენ სახელმწიფოს და მის ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს. და რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ძალიან აქტიურად მუშაობას ყველა სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელ პარლამენტართან იმისათვის, რომ ქართული დემოკრატიული პროტესტის ხმა ადეკვატურად იქნას მიტანილი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან.